გამარჯობა. ქართლოსის შემდეგი ძმა იყო ჰეროსი. ვიდრე მასზე ვისაუბრეთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ წავიკითხეთ, გავშიფრეთ სვეტიცხოვლის ეგრეთ წოდებული წრიული ფრესკა, რაშპლემის სპილის ტექსტი და გრაკლიანი გორის ყველა დამწერლობითი არტეფაქტი, რომლებზეც გვაქვს სრული კვლევები გამოქვეყნებული და წარდგენილი შესაბამის დაწესებულებასა და სამეცნიერო წრეებში. ჩაწერილია ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. ყველა ქართველმა უნდა იამაყოს ჩვენი წინაპრების უნიკალური ისტორიით. ახლა კი რაც შეეხება ჰეროს, თეიმურაზ ბატონიშვილს, ქართულ ოსმა, ჰეროს განუჩინა ადგილი აღმოსავლეთ კავკასია, დასავლეთ მდინარე მტკვარი, სამხრეთ საზღვრამდე მოვაკოსისა და ჩრდილოთ ტყე-ტბამდე. ამან უწინარეს ყოველთა ძმათა თვისა აღაშენა ქალაქი და ციხე, სადაც იყრებიან ორი მდინარენი, ივერი დიდი, ესე იგი ალაზანი და ივერა, ანუ იორი, მცირე, ესე იგი იორი. ამა ორთა მდინარეთა შესაყარსა საშუალ და უწოდა ხორნა ბუჯი, ანუ ხორანთა. შემდეგ მოდის განმარტება. ხორა სახელდებოდა მეუღლესა ამასა. მაშასადამე ჰეროსმა ყველა ძმაზე უწინარეს აღაშენა ქალაქი და ციხეო, მდინარეების იორისა და ალაზნის შესაყართან საშუალ, ანუ მოშორებით ადგილზე და თავისი მეუღლის სახელი ხორნა ბუჯი. ესე იგი ხორნა უწოდა, ასევე იგივეა რაც ხორანთა. საინტერესოა, რატომ ააშენა ჰეროსმა ყველა ძმაზე ადრე ამ ტერიტორიაზე ქალაქი და რატომ ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი ძმები ერთად. აი რა წერს ამის შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი. ქართლოს შემდგომად მოსვლისა, თვისისა დაამკვიდრებს რა ძმათა და ძეთა თვისთა, თითოეულთა ადგილთა ზემოისა, აღმოსავლეთ საქართველოს და ქვემოისა, დასავლეთ საქართველოს, ივერიისათა და თვითსა პირველ მოსვლისა, თვისისა ჟამსა ვიდრემდე განიმსტროვდებდნენ და განიხილვიდნენ ყოველთა მათ ადგილთა, თუ რომელსა ადგილსა დამკვიდრება ჯერ არიან, იყოფოდეს ხორანთას, ქართლოსსა ძმანი და შვილნიცა მისნი ერთმამად თვით. საშუალ ორთა მდინარეთა აღაშენეს ციხეი და ქალაქი. ერი მათი გარემო შორს და ახლოს დგეს ველთა და მაღრანთა, გაღმით და გამოღმით, მდინარეთა დიდისა და მცირისა, იერა მდინარეთა და მტკვარისა. გვერდი 40. შემდეგ ხოლო არა მცირედი ჟამით დაშტეს, მუნდა გამრავლებელნი შემდგომად მრავალთა მროწლეთა და საცხოვართანი, კარდასახნა ქართლოსმან თითოეული ძმანი და ძენი თვისნი თითოეულთა მათ ადგილთა, რომელიცა ზემორე მოიხსენიე. ხოლო მიზეზი პირველად დამკვიდრებისა ადგილსა მას იყო ესე. ვინაიდან ნადირნი და ფრინველნი ურიცხვი იპოვებოდეს ადგილთა მათ და ხილნიცა და მწვანვირნი ველისა შეეწყობოდა სარზდოსა მათსა და ესე არს მტკიცე, დამამტკიცებელი ბუნებისა საჭიროებისთვის. მათ რამე თუ უკვე თუ ერი იგი პირველ მოსვლისა, თვისისა, ჟამსა არა მოიძიებდეს ეგრესა ადგილსა, რომელ საზდო თავისა თვისისა მოეწოთ პირველ, ვიდრემდე გამრავლებისა მათ მიერ არვეთა, ცხოვართა და მროწლეთა და ჯერ იყო მათთა ვიდრე ღონის ძებამდე მათთა შინა ცხოვრებისა და ყოვლისა სახმარების მოპოვებისა თბილის შინა ადგილთა ცხოვრებად. ვინაიდან ადგილთა მათ ზამთარვიცა შეძლების ცხოვრებად, უსახლოდ სერედიცა ქოხთა ჩალითა. ალბათ ყველაფერი გასაკვირია, თუ რატომ აირჩიეს ქართლოსმა და მისმა ძმებმა პირველი განსახლების ადგილი მდინარეების იორ ალაზნის აუზის ტერიტორია. ახლა სამეცნიერო ინფორმაცია, ქრონოლოგია იწყება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულიდან. ძირითადი კულტურები, პარარაქსის კულტურა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3500-2000 წლები, ფართოდ გავრცელებული. ეგალიტური, ანუ თანასწორული კულტურა, რომელიც ცნობილია გაპრიალებული კერამიკითა და მეტალურგიით. თრიალეთის კულტურა, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2200-1500 წლები. შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც ცნობილია მდიდარი ყორღანული სამარხებით.
აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის, ივრისა და ალაზნის მდინარეების აუზებში მდებარე მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3500-2000 წლები ადრეული ბრინჯაოს ხანის წყემსებისა და მიწათმოქმედების თემებით ხასიათდებოდა. ამ რეგიონში განსაკუთრებით ალაზნის ველზე ჩატარებულმა კვლევებმა მრავალი ადგილი, მათ შორის ყორღანები გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იყო ამ და მოგვიანებით ადრეული კულტურების განვითარებისთვის. მტკვარ-არაქსის კულტურა ადრეული ამიერკავკასიის კულტურა იყო, რომელიც არსებობდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4000 წლიდან ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლამდე, რაც ტრადიციულად მისი დასრულების თარიღად ითვლება. ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელი, ესე იგი, ზოგიერთ ადგილას ის შესაძლოა ძველი წელთაღრიცხვის 2006-ას ან ძველი წელთაღრიცხვის 2007 წელსაც კი გაქრა, რაც ემთხვევა ქართლოსიანთა შემოსვლას ალაზან იორის არეალში. უძველესი დნმ-ის ანალიზმა ინფორმაცია მოგვაძლევდა მტკვარ-არაქსის კულტურასთან დაკავშირებული ინდივიდების გენეტიკური შემადგენლობის შესახებ. მტკვარ-არაქსის ინდივიდებში იდენტიფიცირებული Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფები, ეს არის მამრობითი ხაზი. G2B, GCTS 1460, GZ1842 და L1B 1M415, რაც ასახავს ღრმა ახლო აღმოსავლური და კავკასიური წარმოშობის შტოების ნაზავს. აღმოსავლეთ საქართველოში ივრისა და ალაზნის მდინარეების ხეობები ცივილიზაციის საციცოცხლო კვანძი იყო, რომელიც ბრინჯაოს ხანიდან აყვავდა დახვეწილი ყორღანების კულტურებით. ძირითადად უძველესი კულტურები მოიცავდა მარტყოფის ბედენის კომპლექსებს, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2600-2100 წლები, რომლებიც ხასიათდებოდა დიდი ყორღანები. ეს თარიღიც თავსებადია ქართლოსიანთა შემოსვლისა ამ ტერიტორიაზე. ამით დავასრულოთ. შემდეგი ძმა იყო ეგროსი, რომლის შესახებაც ძალიან საინტერესო მასალები გაგვაჩნია. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ სხვა ვიდეოებსაც, მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.